200 ჯუბელი. ბელინგემი დავკარგე და ანუ ნახევარმცველი ვიღა დარჩება შემო. დარჩება ეხა ვინ დარჩება შეჭა. მე წამოვიყვან მაშინ. ატოს საყოველთაო ნაკრების საყოველთაო თავდასხმას. ეგრე ვაუბეთ. 205-1. არა 200. 200. 201, 202. რა დიდებული სამეულით უტევ არ მჯერა ეს რა არის? მეგობრებო, აუქციონი. მორიგი ეპიზოდი. ამჯერად ჩვენ ლა ლიგის ახალ გუნდს ვაშენებთ. მორიგი სამი ქართველი თქვენს წინაშე. დადო ბაციკაძე, ნიკოლოზ ტაბადაძე და ჯუბა გრიგოლია. მორიგი ქართველები, რომლებიც გამდიდრდნენ და ეხლა ცდილობენ, რომ თავიანთ მილიარდით ისეთი გუნდი ააშენონ, რომელიც ამ სეზონში მოიგებს ლა ლიგას. ანუ აქ ჩვენ არ ვაკეთებთ გათვლას მომავალზე და ეს ბავშვი 5 წელში უდიდეს ფეხბურთს ითამაშებს. ანუ წელს უნდა ითამაშოს ის ფეხბურთი, რომელიც ლა ლიგის ჩემპიონობას მოუტანს გუნდს. აკადემიაზე ფულს ავხარჯავთ. არა. და გათვლას ვაკეთებთ, რომ აი ამ სეზონში ეს ფეხბურთელი ყველაზე მეტად სტადიონის გვაქვს. სტადიონი გაქვთ, რა თქმა უნდა, სტადიონი გაქვთ. არა, რეკონსტრუქცია არაა ჩასწრებული. არა. ქალაქი რომელ ქალაქში ვართ, ეგეს მაგას ვირჩევთ, ქალაქის სახელი. გუნდის სახელსაც აირჩევთ, რა თქმა უნდა. მოგხდებული გაქვს შენ? არა ვითარისაკი. ალბათ გუნდის შემადგენლობიდან მე ეხლა მომივიდა ეს რამდენიერი, იმიტომ რომ არავინ არ შეეცილება ჩემი გუნდის სახელს. არა, მე უბრალოდ ეხლა ორ მადრიდისთან აუზე ვარ, ცოტა გამიჭირდება კონკურენციაში, მაგრამ აი აუშავს რაღაც ეს ვიზე. დავიწყოთ მეგობრებო, დავიწყოთ და პირველი მოდი ცენტრალური ნახევარმცველი დავიწყოთ, რომელიც გუნდში 2 დაგჭირდებათ. ანუ ეს არ არის ჩამშრელი. 4-3-3-ში 2 შიდა ნახევარმცველი და პირველი ფეხბურთელი, რომელსაც გასაყიდად გამოვიტან, არის პედრი. პედრი და საწყისი ფასი არის 120 მილიონი ევრო. ამბავია რა. 180 მილიონი. 180? 180 მილიონი პედრი. ლიგის გამორჩეული ნახევარმცველია და 180 ლიგის მილიონი. ალბათ სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია და ამიტომ 180 მილიონი. 190. 190 მილიონი პედრი. ბიჯები, უკაცრავ ბიდები, ანუ დაახლოებით 10 5 მილიონი თუ დაგაზარდეთ მინიმუმ. 195 მილიონი პედრი. 195 მილიონი პედრი. 200. რა უტიეთ. 200 მილიონი პედრი. ძვირი ხო არ არის პედრისთვის 200 მილიონი, თუმცა რა ვიცი, რასაპირე. 205 მილიონი. 200. 200 სულ მილიარდი გაქვთ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. აიყვანოს პედრი. 210 მილიონი. აქ რომ მოვდიოდი ვიტყვი უბრალოდ. აქ რომ მოვდიოდი, რაც ზუსტად ვიცოდი, ვინც უნდა მეყიდა, ვინც მჭირდებოდა იყო ეს ფეხბურთელი და ამდენს ვიხდი უკაცრავად დანარჩენი ნახევარი. ბატონო, პედრი ერთი მყავს. 210 მილიონად გაიყიდა. რეკორდია ხო მე მგონი წინა თამაშში არ ყოფილა. არავინ არ ასრულა 210 მილიონს. მე ხუთედი დახარჯეთ ერთ ფეხბურთს. მე გპირდებით რომ ასეთი აგრესიული და შემტევი აღარ ხარჯავ. ნუ ჯობა გრიგოლიამ უბრალოდ გადამახტევინა ამდენ, თუმცა მე ვიცოდი ეს მჭირდებოდა მინდოდა ჩემი ნებით გადავიხდი. კი ბატონო, მოდი მეკარე ავირჩიოთ პირველი. და პირველ მეკარედ იან ობლაკ შემოგთავაზებთ 50 მილიონ ევროდ. დოლარად, ლარად. სამი მეკარეა ხო სულ? დოლარია ფასები. სამი მეკარეა სულ. მე გადავიხდი 50-ს. ატო იან ერთი ობლაკზე უკეთესი მეკარე ტიბო კურტუა შეიძლება იყოს ხო ალბათ აქ თუ ვინ უნდა თეორიულად რა ვიღოთ. თუ აქ მოტანილი უკეთესია. 55 მილიონი. 55 ჩვენ არ მილიონი. ვიცით არა აუცილებლად საუკეთესოები ხო შეიძლება ტიბო საერთოდ არ მოვიდეს. შეიძლება არ იყოს. ხო. შეიძლება. ხო. მაგრამ მე ხარ რომ ბლაკი მოვიგო მე იმასთან ტიბოსთან კონკურენციაში ვეღარ შევარ. არა რა მორჩა? 60. 60. იან ობლაკი. იან ობლაკი. მე დავტკბები უბრალოდ რა თუ შეიძლება. 65. 65 მილიონი იან ობლაკი. ვახტანგ 60 მეკარი გჭირდება. კარგი მეკარი გჭირდება. შენ რა მოეცდებია? ფული დაგვახარჯინო აქ. იმდენი დახარჯე შენ უკერო. ბიჭო ხო მე ვიცოდი რომ ეს უნდა მექნა უბრალოდ და მორჩა სულ რო საშნელი გუნდი ავანე. 65 70. 70. წაიყვანოს. 70, 1, 2 და 3, 70 მილიონად იან ობლაკი ტატოს გუნდშია. მე მაქვს 210 დახარჯული, ხო? მარცხენა მცველი მეგობრებო. პირველი მარცხენა მცველი, რომელსაც შემოგთავაზებ და ჩემი მოკრძალებული აზრით, ყველაზე სუსტი პოზიცია არის ლა ლიგაში. კი ბატონო. შემოგთავაზებთ ბალდეს. საწყისი ფასი 50 მილიონი. 10 მილიონადაც არ მინდა ბოლო. აუ, ძალიან ბევრია რა. ძალიან ბევრია. მიუხედავად რომ მიყვარს და გასაგებია, მაგრამ ვერ გაატარებთ კიდევ ერთხელ.
50 მილიონი ბალდეში. ბალდეზე უკეთესი არის ვინმე ლა ლიგაში? მარცხენცველი? არ ვიცი, კარიერასი არ არის ბალდეზე უკეთესი ალბათ. არავინ არ არის. გაია. მე მაგ ვერსია და ის ტიპი თუ გეყოლება უკეთეს გულის. არა, უკეთესი არ ვიცი, მაგრამ ნახე, უცები არის ან კონკურენციაში. ბალდეც არ არის რა იმის საზომი, ანუ კარგი მფლობელია, მაგრამ ბალდე ბიჭო. არა, მე მაგ ვერსია, რაც შეიძლება გამომადგეს უბრალოდ, არ ვიცი, გაურისკავ და გავყვები, არ ვიხდი ბალდეში. არ იხდი ბალდეში. წაიყვანოს. ბალდე წავიდა დატოსთან. თავიდან საკმაოდ ფილივა. თავიდან მაგამ დავით. გარებოდი და არასერიოზული. მოდი, მეგობრებო, მარჯვენა ფლანგის მცველის ავირჩიოთ, ვარ დაცვაში და პირველი ვისაც შემოგთავაზებთ არის ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი. საწყისი ფასი 80 მილიონი. ჩუბა გრიგოლიამ წაიღოს თუ შეიძლება ანუ ჩვენ ყავს ორი საყრდენი, ერთი შემტევი ნახევარმცველი, ხო? ორი ფლანგი და ფორვარდი. ერთი საყრდენი, ორი შემტევი და ერთი საყრდენი, ორი გასაგები, ვინგერი აი და ასე ერთი ფორვარდი. ერთი საყრდენი. ედის საყრდენში გავიდა, არა, ხო? ცენტრში გავიდა, რიანში გავიდა. ექსი იქნება ალბათ ასადო ჩუამენი. პედრის აქვე. მე მგონია რომ ალექსანდრ-არნოლდზე უკეთესი მარჯვენა მცველი რეალს მეორე ყავს და მეც ეგრე მგონია და 80 მილიონი ძალიან ბევრია და ეხა არავის თუ არ გვინდა გადახტა რა ვშობით? მისტერი ბოქსში ვინც არის, ის ფეხბურთელი ერთად შეგხვდებათ მე. მე თანახმოვარ ეგრე რომ იყოს, იმიტომ რომ 80 ნახე 80 ტრენტისთვის, ანუ ადამიანისთვის, რომელზეც გუშინ დაიწერა ზუსტად რომ კარვახალი უკვე ბოლომდე მზად არის და ტრენტს გაბენჩავს ამოაგდებს და ისო კარვახალი და 80 მაგტებში ვერ გადავიხდი. ეს ჩვენი გუნდია, კიდევ ერთხელ. გავიგე, ჩემი გუნდია ხო და ხომ და მოვიგო ეს ლა ლიგა. როგორ მოვიგო გაბენჩილი ტიპით, ხო რეალურობას უნდა ასახავდეს რაღაც ცოტათი მაინც და ვერ მოვიგებ ტრენტით. მე ლა ლიგის მოგება მინდა. ანუ ესე იგი არც ერთი არ ფიქრობ ტრენდზე დავიდოს. არა, ტრენტზე მე 80 მილიონს. 80 მილიონი ტრენტი, ძალიან სწორი. მოიჭ ერთი რამე. 80 მილიონი. კი. შეიძლება არავინ ეს არ მიყავდა და ეხლა უცებ ერთმა კაცმა წაიყვანა და იცვლება რაღაცები. მიდი. დავფიქრეთ. 80 მილიონი 1, 80 მილიონი 2, 85. 85 მილიონი. მეგობრებო, ძალიან ისე უყურებთ ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს. თავის ხრივ ტრენდ ალექსანდრ-არნოლდი და ბალდე უკვე ძალიან რისხანე ფლანგებია დაცვაში. ბალდე შენ ყავს ხო? არა, ის ტატოს. ტატოს ყავს? ორივე ტატოს რო ყავს. შენ არავინ არ ყავს, ხო ჯერ? არავინ არ ყავს. შენ ყავს ობლაკი და ბალდე. დიახ. 80 და ტრენდზე 85 გახდა. 1, 90. 90. ობლაკში გადავიხადე 50, ხო? სამდენი თქვი შენ ან ბოლონზე 80? 90-ზე ვართ ახლა ტრენდზე. 90 1, 90 2, 90 3. და ჯუბას პირველი ფეხბურთელი ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი. სკამის. არა, სკამის ფეხბურთელებს ყველაზე მეტად ეგ. მეგობრებო, მარცხენა ფლანგი. აჰა. მარცხენა ვინგერი? შეტევის მარცხენა ფლანგი. გარემარბი, ხო? კი, ვინგერი. და პირველი ვისაც შემოგთავაზებთ არის ვინისიუსი 150 მილიონი. 150 მილიონი. 150 მილიონი. ვინისიუს აბა რამდენად გიყვართ? ვინისიუსი. ბიჭო, მე ვფიქრობ ხა ალტერნატივებზე როგორ გათამაშდება, თორე რამდენად მიყვარს არ არის მნიშვნელოვანი რა. ვინ შეიძლება რომ შემხვდეს მაგის ადგილზე? 15. 155. 170. 175. 75. 75 ვინისიუსი. დავიწერ ჯობა. 180 მილიონი. წაიღოს. 180. 1, წაიღოს. 2 და 3 ვინისიუსი წავიდა 180-დან. კარგი. წადებ. ჩვენი სტრატეგია არჩია ტაფსონამ გააცვირა ჯუბასთვის ფეხბურთელი. ხო, მაგრამ მაგრამ მე ერთი 200 მილიონად აყავს ნაკიდი პედრიდა. მეგობრებო, 200 თუ 220? 200-ად. და ვინისიუსი 180-ში კაი ფასში გამომივიდა. კაი. მეორე მარჯვენა მცველს შემოგთავაზებთ ახლა. ხო. ალექსანდრ-არნოლდი უკვე ჯუბას მე არ მონაწილეობს. და გვჩება მეორე ვარიანტი კუნდე. საწყისი ფასი 75 მილიონი. მე გადავიხდი 75. 75, 80, 85. 90. საუკეთესო სცენარი. ანუ ალექსანდრ-არნოლდის ფასამდე მივიდა უკვე კუნდე. კი. უბრალოდ ხო რა, ლა ლიგის ამ სეზონში რომ გამარჯვება გვინდა, ერთი გარანტირებული ითამაშებს, ერთი არ ითამაშებს ან არადა რა. ჩემს გუნდში ითამაშებს ტრენტი ის რეალს თუ ითამაშებს. ჰიპოთეტური არის ხა, ჩემ გუნდში შეიძლება ითამაშოს ფრან გარსიამას, რომელიც არ ითამაშობს თელი სეზონი. კუნდეზე რა ფასზე მაგრამ ჩვენ ხო ახალ გუნდს ვაკეთებთ. 90. გაშაგებია. 90, 1, 95.
85 მილიონი არ მინდა, არა, აი 100 მილიონს ვერ გადავიქ. 85 მილიონად კუნდე არის სიგი, ტატოსთან. ანუ ტატოს 95-ად. 95. კაცო, ბალდე და კუნდე ყავს ფუანგებს. და მესამე ვარიანტი პირდაპირ შენთან. ვინც დამრჩა? ეს არის მარკოს იორენტე 20 მილიონად, ოღონდ გთავაზობ რას? რას? ერთ წამით. ამდენად 20 მილიონად. დიდებული, ფანტასტიკური. ოღონდ რაც გთავაზობ? ჩემი გთავაზობ ფეხბურთელს ხო? 50 მილიონ დოლარად, ოკეი. რომელიც არის შემდეგი მოცემულობა. შემდეგი რაღაც არის. კაი, მიდი სტატისტიკას ჩავიწე. 9 გოლი აქვს კარიერაში გატანილი. დიახ. ლა ლიგის გამარჯვებული ყოფილა ოდესღაც. და ესპანეთის და კატალონიის ნაკრების წევრი ასევე ოდესღაც. ოდესღაც შეიძლება კი უთამაშა კატალონიაში. ბარსელონას ფეხბურთელი 50 მილიონი ეჭვება. თან მოგებული აქვს ლა ლიგა. ნუ სერჟი რობერტო აღარ არის ეგ რო თქვას, ვინ? ერი გარსია, ბიჭო? ერი გარსია, უჭველი. ერი გარსია. გოლი ერი გარსია იქნება. ერი გარსია მე მგონი რა. რამდენად? 50 20 მილიონად იორენტე გინა თუ 50 მილიონად? რა მინდა იორენტე მყავს 20 გარსია რატო იყო 50? თუ გარსია რა დროის იორენტია, რამდენი წლისაა? მარკოს იორენტეს დავაყენებ ჩემი გუნდის მარჯვენა დაცვის. მარჯვენა მცველის კი არა. გასაგებია, შენ ამ წუთას უარი თქვი ჰექტორ ბელერინზე 50 მილიონად. ბრავო! ვამოს! ჯუბას რა უნდოდა? 20 მილიონი ლორენტეშიო, ჩემი კაი, რა 20 მილიონი ძალიან იაფია, ბიჭო. გასაგებია, მაგრამ მარკოს ლორენტეთი არ ამგონია ლა ლიგა მოიგო. ბიჭო, ძალიან მაგარია მე მევასებოდო. პირველი ჩამშრალი. რაღაც მარკოს ლორენტე. შეგვიძლია ცენტრში, შეგვიძლია წინ, შეგვიძლია უკან, შეგვიძლია ყველგან. არა, სადაც გეუნებით იქ დგას. გასაგებია, მაგრამ თამაში. არა, ჩამშრალი. 20 მილიონი პირველი ჩამშრალი. ხო, პირველი ჩამშრალი. კი, პირველი ჩამშრალი, ვინც გამოვა აუქციონზე მეგობრებო არის ჩუამენი. ორლენ 70 მილიონად. ორლენ ჩუამენი 70-ად. მე დახარჯული მაქვს სულ 230 ორ ფეხბურთელში. ჯუბას უნდა ორლენ ჩუამენი. 70 მილიონად. ჩუამენი 70-ად ჯუბასთან. ბიჭო, ჩუამენი კარგი choice არის, ვფიქრობ და ჩუამენიზე გარისკო აღირს მით უმეტეს ეს სეზონი მშვენიერი იქნება 15. 75. 75 ჩუამენი. ჩუამენი 1 80 გახდა ჩუამენის ფასი არსაიდან. 81 არის კაი ვერსია. 82 აიღოს. 83 ჩუამენი წავიდა ჯუბასთან. ძალიან იაფად გავატანეთ. აგეწია მე. ნუ პედრი თუ 200 იღებს შუამენი 80-ად ჩუქარი. მეგობრებო, მეორე ცენტრალური ნახევარმცველი შემტევი ოღონდ, რუიანი, კი, რაც პედრი იყო, რატომ არა ჯუდ ბელინგემი რო იყოს ახლა? საწყის ფასი მისიც 120 მილიონი არის. 120, 130. 130, 15. 125. პედრი ბელინგემით გინდა თამაში? პედრი ბელინგემს როგორ უნდა მოუგო, არა. ამანა როდესაც აიყვანოს და ბელინგემი. კაი მოიცა კაცო ხე რატო არა. 140, 145. 150. შენ ყავს პედრი და ისა ლორენტე მხოლოდ, ხო? 155 ბელინგემი. 160. 160 ბელინგემი. აი 65. 165 ბელინგემი. 165 1 170. 170 ბელინგემი. აი 75. 175 ბელინგემი. 180 ბელინგემი. ტოაცი. 180 არის? 185. 185 190 ბელინგემი. ეს ლორენტე 20 მილიონად ძალიან იაფად დაიმატა ამან. 190-ზე ვართ, ხო ერთ? 115 რა. ბიჭო. 200. 200 მილიონი ჯუდ ბელინგემი მეგობრებო, პედრის ფასი გამეორდა. ხო თუ პედრი 210 იყო პედრი. 200 ჯუდ ბელინგემი. ბელინგემი დავკარგე და ანუ ნახევარმცველი ვიღა დარჩება შეჩემ. დარჩება ეხა კაი. ვინ დარჩება შეჩემ. რა ვიღა დარჩა. არცეთ გუნჩი არავინ აღარ არის. 20 მილიონი. წოდია. 200 სევილიას ფეხბურთელი აღარ ყავს შეჩემანა. 205 205 მილიონი. 500 მილიონი ექნება თითქოს გადახდილი პედრი და ბელინგემში. კი, საუკეთესო ნახევარდაცვა იქნება სოფლიოში ამას. ხო და მომეცი რა გაგიგე შემე. რის ხარჯზე უნდა მოიგოს ლიგა, ანუ აი მომეცი კაცო. გოლი ხომ უნდა გაიტანოს. 205 მაგრამ აი 3 რო არის ეს 2 არა მაგდეს 200 მილიონს ვერ გადავუშვებ. ჯუდ ბელინგემი და პედრი დაუჯერებელი ნახევარდაცვა ყავს ამ სიტუაციას. თუმცა ეს ნიშნავს რომ ასევე დაუჯერებელი დაცვა ეყოლება მეგობრებო, ან შეტევა უბრალოდ ამას ფლორენტინო პერესია ეს რაღაც გალაქტიკოს აკეთებს. უბრალოდ გვახსოვდეს რომ და ლორენტე ზუსტად დიალოგად არის იوان ელგერა.
და ზღვის ხო და სხვა გოლებში გამაკობება. სამ ფეხბურთელი ყავს, ხო? 8 ფეხბურთელი მეიყიდა კიდე და 500 მილიონი რა დაგჭირს. ხო, ნუ ეკონომიკურად რომ ვაჭრო მისტერი ბოქსი ამოვა. 555. მისტერი ბოქსი ამოვა რაღაცები, არა, მე დახარჯული მაქვს. მეგობრებო, 435. ხო, 425 მაქვს დახარჯული. მეგობრებო, მოდით ხარით, თორე კურტუას უნდა ყავდეს. მეორე მეკარე. მეორე მეკარე. ოკეი, მე და ტიბო კურტუა. აჰა, საწყისი ფასი 60 მილიონი. წავიყვანე მე მშვიდად ტიბო კურტუა ლიგის საუკეთესო მეკარე. 60 მილიონი არ ნავში ვეღარ ამას იმდენი აქ დახარჯული არ ამგონი ახ კურტუაში წამოვიდეს ვაჭრობაში. 60 მილიონი. 65-ად რო გავატანო კურტუა რა არა, აღარ დაგჭა შეჩემა. მე დამჭა. ვინ დაგჭა რა იცი ვინ იქნება ჟუან გარსიას არ მოგიტანს ხო ახლა და ამ შესნის. შესაძლოა მომიტანოს და არა, ვერა 65-ს ვერ გადავიხდი. რატო ვერ გადაიხდი? იმიტომ რომ 425-ია. 60-ს გადაიხდი. 425-ია. ის ყველა ვარიანტში აწევს. ფასი მოუმატე. ცოტა. ყველა ვარიანტში გადაიხდეს. კურტუა უნდა შენ ყავს ხო მეგარი? ხო და სურეალი ყავს ნახე. უნაი სიმონს დავალოდები. ჰა? უნაი სიმონი არ მოვა. ან ჟუან გარსია მოვა, ან უნაი სიმონი ვიღაცა მოვა რა. კურტუა 1 65 კურტუა. მეკარე არ მყავს. 70 კურტუა, 75 კურტუა. ესპანიოლის მეკარეს მოიტანს ახლა რომ დადგა ჟუან გარსიას მაგივრად რო არავინ არის ვინ არის. შენც ვინ არის? არ რა ვიცი, დიმიტრიევსკი. ნუ მაინც გადავიხდი 80. 80 მილიონი. მეკარე მჭირდება რა, ეხა და რა ვქნა კაცო, ამ 85. გოლში უეჭველი დანარჩენი ვნახოთ. მე ვნახოთ. 85? კი კაცო, ჩემი საჭირო რისკი არის ხო მაგ. ხო, ნუ რა თქმა უნდა. სპანერად ვერ ვიზამბ. 85 90. 90. დაიღოს. 1 2 და 3 და შენ დაგჭა დაიღოს. უნაი სიმონი აბა რა, გიტებული რამდენი? 30 მილიონად. ფანტასტიკური. ოღონდ თავი რამდენი 30-ად? 30 მილიონად. ესპანეთის ნაკრების ძირითადი ყველაზე კაია, ხო? ესპანეთის ნაკრების ძალიან ძირითადი იაფია ის ორი მეკარე არა, როგორ ის ორი არის? მეკარე უკეთესი ბიჭო, არის. კურტუა და ობაკი თუ ღირს საწყისი ფასით რაც ღირს 60 და 50 იყო და ამის 30 უწევს რა. ოღონდ მოიცაკ თავაზო. 40 მაინც. ხო, 40 თავაზობს. მილიონად თუ თავაზო მიდი? მეკარეს რომელმაც გასულ სეზონში ხო. კარი მშრალად შეინახა 13 ჯერ ხო. ესპანეთის ნაკრების წევრია და 30 წლისაა. 30 წლის ესპანეთის ნაკრების წევრი. ვალიგაში თამაშობს. აბა ხა ხო, ნუ დავიდ რაია არის, სიმონი არ არის? სორი. და ვინ იყო? სორია? სორი ესპანეთის ნაკრების წევრი იქნება? ხო და არ ვიცი. აბა მოიცა. ვინ შეიძლება იყოს 30 კაცო? არის სორი. რაზე ვფიქრობ, უნაის ძირითადი მეკარე ყავს ესპანეთის ნაკრების. არა, ვინ უნდა მოიყვანო? 30 დიდია, სიმონი პატარა, სიმონი 30. ის რა ძვირია. და რამდენად თავაზობ უფრო მაგას? ძვირად შეჩემ 40. ის რა ღირს? 40. არა, სიმონს ვიტო. სიმონი ასშნია, აი ყველა ვარიანტი. ალექს რემირო იყო მეგობრებო. ალექს რემირო კარგად იყოს, მე უნაი სიმონით დავდგები და 475 მაგ დახარჯული თქვენ? რამდენი აქვს დახარჯული? ჯუბას აქვს 360 და მე 215. არა, 360 არ მაგ. ტატოს 440 მაგ. რამდენი? 440. ტატოს გასროლა შეუძლია. ჯუამენი? ხო, ეგ მომჭა. ცენტრალური მცველი. ხო, ცენტრალური მცველი და 딘 ჰაუსენია პირველი ვარიანტი. ზვირია. 75 მილიონი. ზვირია ძალიან ზვირია, მაგრამ ძველი გჭირდება და ჰაუსენ 75 მჭირდება, მილიონი. მაგრამ რეალის მცველი არ მჭირდება. ხო, მაგრამ ლიგის საუკეთესო მცველია. არა, უეჭველი თან. ჩემპიონატის საუკეთესო მცველი იქნება. აუგუბარსი თუ არ აუგუბარსი ბევრად მაგარია. არავის არ შესაძლოა მიყავს ხა არ 딘 ვეგონ ჰაუსენი. კისებ რომელი უფრო მაგარია არ ვიცი. და 75 მილიონი. მისტერი ბოქსებს? 75 მე არ მილიონი. ვენდობი 75 შენ მისტერი მილიონი. ბოქსის მეტრო შენ მისტერი მე ბოქსის მადრიდის რეალს ბაპე არ წაიყვანა და რეალს ავაწყო. იმდენად საინტერესო ხალხი მოვიდა შენ იმაში მისტერი ბოქსში ხო, სადღაც ან ძალიან ცუდად გაქვთ რა მუშაობარი. 80 ვიხდი ჰაუსენში ჰაუსენში იხდი 80. ჩავიწერე არათ. წაიყვანოს. 81 2 3 ჰაუსენი წავიდა აფსონასთან. გაია ნუ კუბარსი თუ არა მშვიდად მაინც ვიქნები რა მოდი მეორე ჩამშრელით. ჩამშლელი? კი, ჩუამენი გასულია აჰა. და იყოს დეიონგი. 65-ად. შეიძლება ესე ბოლომდე ჩამშრელი არ არის კლასიკურად, მაგრამ 65. პედრი ბელინგემი დეიონგი. ტაფსონ მიდი რა ბარემ და მოიგებ რა. არა, ტაფსონ ძალიან ბევრი გაქვს დახარჯული უკვე. 70 ტაფსონა. აწიე? აწიე 70. 75. 75 80 დეიონგში 85. 90 წაიყვანოს. ერთი წმინდოდა გამეწურა და არაცია ერთი წმინდოდა რა რამდენია? ხარ ეგეთი ჟმოტი გადაიშა მოტი არა ვარ. რო ხარ მაგას მიხდე. რო ხარ მაგას მიხდე. 90. ფასო მიზდიდი. თავაზო ბოხონს. სოფლიოს საუკეთესო თავაზო. ადგილი შეიძლება იყო მადრიდის და როცა ორი კულა ესე ჩხუბობს. ოღონდ უკვე მე შენ რაც ხო თავაზობ რა
45 მილიონად ოკეი. გთავაზობ ფეხბურთელს. ხო. რომელსაც ეროვნულ ნაკრებში აქვს 55 მატჩი ჩატარებული და 15 გოლია გატანილი. ესპანეთის ნაკრებში. წარმოდგენა არ მაქვს. კარგი, 15 არ გოლი. გეტყვი? 15 გოლი. კი. მოგებული აქვს ევროპული თასი და 2 ჩემპიონატის medali აქვს, სხვადასხვა. ოღონდ რა medali აქვს, შეიძლება თასი იყოს, შეიძლება ბევრი რაღაც. და 30 გოლი აქვს სხვადასხვა კლუბის მაისურით გატანილი. ჩამშლელს? ასაკს არ მეუბნებ. ასაკს არ ჩემი ეს ტესტიპერი 35-ზე ვით. ჩემი ეს ტესტიპერი 35-ზე ვით. ხომ არა 40 მილიონად. 45 მილიონი არ იქნება. 45 მილიონად დეიონგი ახე, მიყავდა მე თუ 90. დეიონგი წავიყვანე 80-ად დაუშვოთ რა. 90 არის მე მგონი ფასი. რამდენი? 90. 90 იყო ბოლო. ეს თავდასხმას ვეღარ იყიდის ან. ხო ან ვინ უნდა დეიონგს ვიტოვებ. დეიონგს იტოვებ. შენ ამ წუთას უარი თქვი ტომას პარტეიზე 45 მილიონი. თომას პარტეი სად გადავიდა ბოდიში? არსენალიდან? ვილიარეალში. ვილიარეალში. მე მგონი არ მახსოვს. წესით და ვილიარეალში. შენთან წამოვიდა ავტომატურად ავტომატურად? რა არჩევანი ჩემთან. შენთან. შაბათ, მოკლედ შენ გაქვს დატოვა შაბათ, ესეთი ვარიანტი. ან 30 მილიონად დენდოკერი, ან თქვი, ან 55 მილიონად ფეხბურთელი, მისტერი ბოქსი 45 მილიონად. ტენდოკერი არა. რომელიც 21 წლისაა. არ მაქვს ბიჭო. აა, ორი თამაში აქვს ეროვნულ ნაკრებში უკვე ჩატარებული უკვე 21 წელსაკში? და უკვე არ არის. ლა ლიგის ჩემპიონი. კაი, ლა ლიგის ჩემპიონია. მოდის ვერ გეტყვი. მოიცა 21-ის არის და პოზიცია არის ისა. ბარიოში. ჩაკეტენი ხო? არა. 55 მილიონი. ბარიოში თახცა. ასადოა ბიჭო. მოიცა ასადო 21-ის არ არის. მითხარი? არის როგორ არის ეგრე არის. ნახე ხე მე რა ვფიქრობ. დენდონკერი. აი, ვინ უნდა იყოს აქეთში, ჩემ ამაზე უარესი. არა, უეჭველი უნდა იყოს, ხო ტენდოკერი რა არის. დაიყვანო უეჭო. მაინც ახ ვინ შეიძლება, ანუ უბრალოდ ვფიქრობ უარესი. რამდენი ლოგიკური 55. ლოგიკური არის რომ მისტერი ბოქსი ეს აუცილებლად დენდოკერზე ხო არ იყო მიბმული, ხო შეიძლება სხვაზე ყოფილიყო თუ არა? დენდოკერზე სხვაზე ყოფილიყო მიბმული. იცი რა გითხარი გუშ. ანუ ის თემა არა რომ აი ატლეტიკო დენდოკერზე უეჭველი ეს. ბარიოში. შეიძლება ყოფილიყო დეიონგის. გააჩნია, კი, გააჩნია რომ კიდე რა ორი თამაში ეროვნულ 21-ის ორი და ლა ლიგის კასატოს ჩემპიონია. ორი თამაშია. კასატოს ნაკრებში შეუშნა აი, თამაში. ლა ლიგის ჩემპიონი თუ არის ლა ლიგის ჩემპიონი ხო? ატლეტიკო კაცო. ატლეტიკო ვერ იქნება 21 რამდენი ხა შეგვიძლია. მოიგო ბოლოს წინა ატლეტიკო. ბარიოსია? მე მგონია რომ ბარიოსი შეიძლება იყოს. პატარა იქნება. მაგრამ ყველა ჯობია რა. ბიჭო, ყველა ჯობია დენდონკერს, ავი და ვიხდი რამდენი თმეს? 55. ის რამდენია დენდონკერი? დენდოკერი 30. ანუ ეს 30 მილიონი დენდონკერის დადავატირეს. ანუ ამას ირჩევ. რა თქმა უნდა. კასადო. ო, გასადო, პირველი ხო თქვია. ჩვენი მე მესამე უნდა დარჩე რა, ესე იგი და იმას ის. 55 ორივეს უკეთესი სამშრალები ყავს მაინც. კი არა, მაგრამ 55-ად კასადო. კასადო ხო ეხა დაბრუნდა ტრამვიდან, შეიძლება თამაშოს ან. მეგობრებო, ცენტრალური ნახევარმცველი მორიგი. შემტევ. იმიტომ რომ ჩამშრალები. ანუ მე დატატო ვარ ხოლოდ. კი. ვალვერდე. ო, 80 მილიონი. აკუია, დატო არა. კასადო. იდა 55. დავაი. 85. 85. 85 ვალვერდე, 90 ვალვერდე, 95. 95 ვალვერდე. 2 4 6 ფეხბურთელი დამჭა ხო ბიჭო. ვახ. 6 გერა 7 ფეხბურთელი დამჭა საკიდელი. მაინც ვიყიდი. 80? 100 არის. 100 მილიონი. ვალვერდე 100. 101, 102, 105. 105. კარგია. კარგია. მოხარული ვარ. 105 ვალვერდე. ჯობა, არ უნდა დათმო. 105 იმიტომ რომ 1, ნახე, რა გვინ ყავს? არავინ. 105 2, როგორ არა კურტუა ყავს? ტრენდი ყავს. ყველა რეალი. 105 მე 3. მიდი, ვაუ. ვალვერდე 105 მილიონად წავიდა ტატოსთან. ბოლოცავ ტატოს. შენაძენს. შენაძენს. ძალიან უშეთი ჯაგა. კინის მკვლეტელი ნახევარ და სოღოს. ცენტრ ფორვარდი. შემიგონდი ძალიან მომწონს. ცენტრ ფორვარდი. შენ ეხლა ჯეჯობით მოვხსნა. მე ექნისო დაგემატებია. კი, კი, მოსკოვის ლოკომოტივის ფეხბურთელს ცენტრ დაგემატებია. ფორვარდად პირველი მეგობრებო გთავაზობთ ილიან ბაბეს. აჰა.
საწყისი ფასი დიახ 180 მილიონი. მე ვიცი ბოდიშვილი, მე დარჩენილი მაქვს 375 მილიონი, ხო? 365? შენ 180-ზე აწიე? დიახ რა ვიხდი 180 185. შენ იხდი 185 მილიონს დარწმუნებული მოწყობილ ლოკომოტივი დავაბალანსე. აჰა ოკეი 190-ს გადავხდი 190. აი ეხლა ერთი ცა. დათო, რამდენიც გადავხტიელი ხარ რო ვიცი. ბიჭო, აქ არ დაგავიწესო ცენტრფორვარდი მბაპე, ნახე ახლა ლევანდოვსკი. ვიცი, ხვდები რომ ვიღაც შეიძლება. ბიჭო, წაიღე. არა, იმიტომ რომ მე შენი. რამდენზე ვარ? 190. ჯუბა, აქ კილია მე რო პედრის ველოდებოდი, ეტრი მოვიდა იმისთვის რომ მბაპე იყიდოს. 195. აქ დიდი ბრძოლა. ანუ რავი, 190 მილიონად როგორ გადადან მბაპე? 190-ზე ვარ ბაპეზე, ხო? არა 195 ხო, ანუ ბოლო მე დავბით. 200-ს აწავე ხა ვიცი. 195 ბაპეში 1, 200 ბაპე. 205. ტაფსონას რამდენი აქვს დარჩენილი? 365. მე წამოვიყვან მაშინ ტატოს საყვარელ ნაკრების საყვარელ თავდასხმულს მე ეგრე გავაკეთებ. 205 1. არა 200 200-ია. ბოდიში. 201 202 წაიყვანე. 203 კილიან ბაპე 200 მილიონად ჩემეზე ნაჩუქარი არის. ნაჩუქარია ბრა. პირდაპირ გეტყვით. მართლა ნაჩუქარია. სიგიჟე. მარცხენა მცველი. ბალდე ყავს სტატოს. შენ არა. კარერასი. საწყისი ფასი 40 მილიონი. ანუ რავი, ძალიან ბზური არ არის 40 მილიონი კარერაში. ნუ რეალის ფეხბურთელია. მესამე მარცხენა მცველი ვინც დაგიტოვებენ შენ? მან თქვათ მე რომ კარერაში წავიყვანო ეხა. არა უშ. გაიას? ჟერარ მარტინს. არ ვიცი. არა მაგ ერთი ვერსია კიდე რა. კარერასი 40. ვინმე მისტერი ბოქსები დარჩება და მე რა გიყოთ მეგობრებო. კარერასი 40. არა, წავიყვანო 40 მილიონი. 40 მილიონად კარერასი აიყვანოს კარერასი 40. და მე დამრჩა. და შემოგთავაზებ ჯუბა 40 მილიონზე. და მისტერ ბოქსი ამასთან არის ახლა კარერასზე ხო, ამაზე ჩუაშიც შემოგთავაზ ხელანან ანახან მაგ დისთავაზებს. ზოგიერთ პოზიციაზე მაგ. აქ არის საშუალება. იძლება. მიდი აბა. 40 მილიონად მაძლევ ხონთ, ხო? თუ რა მაგ. არა. კარერას ხო იყვანე 40. ამ ფეხბურთელს გაძლევ მე შენ 35 მილიონი. აუ, ოკეი. ეკონომია. XA, ანუ მოსალოდნელი პასის რეიტი ქონდა 3.2 გასულ სეზონში. მაგრამ უთმაშია. წარმატებული დრიბლინგი 7 და მოგებული დუელი 88. პროცენტებია თუ რაოდენობა რაოდენობა. შებიდი წარმატებული დრიბლინგი ქონდა სეზონში და 3 ასისტი. ქონდა მთელი სეზონი და რომელი ლიგაში თამაშობდა? ლა ლიგაში. ლა ლიგაში თამაშობდა. 3 ასისტი სეზონის განმავლობაში არა, მოსალოდნელი ასისტის რაოდენობა. მოსალოდნელი. სეზონის სეზონში. არა, არ არსებობს. ფრან გარსია რომ იყოს არ მინდა. არ უთამაშია შეჩემა გაია გაია, ხო? ანუ მე დამრჩა გაია? არა, შენ არ დაგჭა. ხო, და რა დარჩა ამას გაია? შენ დაგჭა. რიკარდო როდრიგესი 25 მილიონი. მაგრამ 20 პეპერია. აი, ნუ გათავაზობ რა, რეკორდს 30 მილიონად, 5 მილიონით მეტად გთავაზობ ესეთ ფეხბურთელს. პროფესიონალური დებიუტი 16 წლის ასაკში ქონდა. ახალ სეზონში ახალი კლუბია, ახალ კლუბშია ამ სეზონში და გასულ სეზონში 2 გოლი გაიტანა. აი ესე 16-ის ქონდა დებიუტი და ახალ გუნდშია. მარცხენა მცველი ლა ლიგაშიც არ თამაშობდა ალბათ ჩარს. რუჯერი თუა, ატლეტიკოში მისული. ხო და აი მაგას არა, მე მგონი არა, 16 წლის მცველი მარცხენა დებიუტი ძალიან პატარა. მარცხენა არა შეიძლება რუჯერი იყოს ახალ გუნდში თუ იმასეზე 16 დებიუტი ჰქონდა 16 წლის ასაკში. გასაგებია, რამდენიმე გადავიხადო თუ აუში 5 მილიონია ხო სხვაობა? კი. ანუ რიკარდო როდრიგესი რიკარდო როდრიგესი არის საერთოდ ანუ ხო, ანუ რა დროის რიკარდო როდრიგესი? აუჩი ინჩევ? 5 მილიონი უნდა გადავხარჯო, ალბათ 5 მილი კი? შენ ამ წუთას აიყვანე უელვადან ხეტაფეში გადასული ფეხბურთელი დავინჩი. დავინჩი დავინჩი ვიცი არის აუ რა კაია სამაგერო 17 წლის არის. არა ეს თემა თუ მე მხატვრობის გუნდი ლორენტე დავინჩის მოიცავ თვანტები მე მყავს მხატვრობის გუნდი შეშენ დეიონგი ბელინგემი პედრი დავინჩი რა გადახეული ხარ რამდენი 35 მილიონი 30 მილიონად იყიდა. და მე 40 მილიონად კარიერას მეწყიდა ეს ტიპი ოსკარ როდრიგესი კაი ფეხბურთელია ოსკარ როდრიგესი არა რიკარდო როდრიგესი ოსკარ როდრიგესთან ოსკარ როდრიგესი ლეგალის ფუტბოლისტია ფეხბურთელი უკაცრავად
სადღა ლეგანეში. როცა იყო რა პრაიმი ლეგანეში ქონდა. მეორე ცენტრალური მცველი. ხო. კუბარსი. საწყისი ფასი 80 მილიონი. მე გადავიხდი 80 მილიონი. 80 მილიონი, 85 მილიონი. აბსოლუტურად რა მიტრაკებ ახლა რა. რა უქნა ეხა ჰაუსენი არ გიყავს. დავინჩი და გჭირდება შეჩემ ჰაუსენი ყავს ხო? კუბარსი გიყავს. ჰაუსენი არ მყავს. როგორ არ მყავს მართალია. 90 მილიონი. 90 რო გადავიხადო მე. მე რამდენზე ვარ ვაფშე რა ხდება? ვიხდი 90-ს. 95 15-ს ვიხდი, კი. გადაიხადე. 95-ად კუბარსი მოდის შენ. ანაირი გუნდი ყავს, ანუ აბსოლუტურად რას აპირებთ? კუბარსი 90 მილიონად წავიდა. 95 დამჭა 200 ხო? 240 ხო? და სამი ფეხბურთელი დარჩა? იდეალური ბიჭო, იდეალური. არა უშავს ეხა RPL-დან შევავსებ შემოდგეობას და არა, დავინჩი რომ ყავს საკითხი. ნახევარმცველი. მე თამაში გარე ვარ აქ. გთავაზობთ მეგობრებო, ესე ცენტრალურ ნახევარმცველს, კამავინგას 50 მილიონად. ნაჩუქარია ბიჭო. კამავინგა 50-ში. მე სადაც დავინჩი შემდეგ დავიხადო. მადრიდის რეალშიც კი არ მინდა რომ იყოს კამავინგა და ჩემ გუნდში მithumedes არ მენდობ. ანუ მისტერი ბოქსებს ენდობით, რომ ამას გამიტარებთ ახლა და მე მისტერი ბოქსიდან აიყვანთ. მე კამავინგას არ ავიყვანო, ნაღდაც. არა, კამავინგა რა თქმა არ მინდა. კამავინგა შენ რეალის ასეთ მე მეგობრები. ხსება, არა, ვალვერდენ ყავს და ყავს, როგორ არ ბაპეში ყავს, შემო. რა ის რეალია ის ის. არა წეგა ვიღაცაზე მეტეგორია. კარგით. აი შემდეგ ნახევარმცველს გამოვიდან მიდი? ლემარი 30 მილიონი. არსებობს ტომა ლემარი. რას ლაპარაკო? ამას მეგობრებო, უბრალოდ ჩაგიჯდებათ გუნდში. რატო? ვის ჩაგვიძდა? თუ რუსეთის ჩემპიონატიდან ფეხბურთელი, ანუ ამოიწურება ეს ხალხი. თომა ლემარი, ანუ რა თომა ლემარი? მიდი. დაუბრუნდეთ, მე კამოვინჩა. არა, ლემარი. ეცა მაიც ერწამ. და ვარიანტი რა გვაქვს კიდე? ამის გარდა ლემარის გარდა სულ რჩება 1 2 3 ცენტრალური ხო, ნახევარმცველი. არა, ლემარის დედავატირე. 3 ცენტრალური ნახევარმცველი, საიდან შენ რამდენი გჭირდება გუნდში? 2 და შენ გჭირდება 1, ხო? ხო. ანუ ეს სამივე ავტომატურად თქვენ გუნდში აღმოჩნდა. ავტომატურად. ჯუბას ორი უნდა მისტერი მანდ. ბოქსის გარეშე. ჯუბას ორი უნდა. კაი, გავატაროთ. მიდი. ლემარიც კამოვინგასო დაუბრუნდეთ. და ამ წუთას შემოგთავაზებთ მაშინ გავის. 70 მილიონი. ბიჭო, მე კიდე იქ ვიღაცები არიან, რა დანიოლმოა. ტყუილა ელოდებით. ნეულმო არ და ვასკე ტყუილველოდები. შეიძლება არის. ვიცი, არა, მესმის, მაგრამ ნახევარმცველები არიან, ატლეტიკოს ფეხბურთელია რამდენი კიდე. აი რა ვიცი, აი ხალხია რა. კი. გავის ავიყვან, მე ძალიან დიდი სიმპათიები თუ არ განწყობილი ამ ბიჭისადმი, მაგრამ 70 ძალიან მაგარი მილიონი. ფეხბურთელია ჩემი აზრით. უბრალოდ ტრავებმა არ შეუწყო ხელი. მე გეთახმები რომ ძალიან მაგარი ფეხბურთელი. 70 მილიონი. 75 მილიონი. მე ფული დამრჩება უბრალოდ ან ბოლოს. თუ არ დახარჯავთ კი. 75 მილიონი. გავი? მე ცენტრალური მცველი არ მყავს კიდე. 70 აჰ, ჩემი გან. ცენტრალურ არც მე არ ყავს. მარტო ტაფსონას ყავს 2. 80 მილიონი. ორი როგორი გააჩნია. მე მყავს ესპანეთის ნაკრების, ანუ აი 80 წელი რო იდგებიან ერთად და მოიგებენ ყველაფერს. ისეთ ცენტრალურ დაცვას. ლამინი ამალი სად არის? ლამინი ამალი ნუ ხა შეველია რა უქნა რა ლამინი ამალი 85 მილიონი. და ანუ ეს რო იყიდეს ახლა გავის? მე ის ორი ადამიანი პირდაპირ მომდის მე. ის ორი ტიპი. ან მისტერი. ან მისტერი ბოქსი არა ორი მისტერი ბოქსი. აღარ დარჩა. არა, ავტომატურად ორი ტიპი მომდის მინიმალურ ფასად, ხო? მინიმალურ ფასად არა, ლამინი ამალი მეყოლება გუნდში შეიძლება შვენიერია. ჯამორია სასათიანი. წაიყვანე. გავი მოკლედ. რისკავ. ვინისიუსი ლამინის მაგებით უნდა შეუძლია. 85 მილიონი, ხო? 85 მილიონი წავიდა. სოლიდური. და შენთან აი ნელ-ნელა მითხარი ორივე ერთად. შეაპარეთ ხო? ხო, ოიან სანსეტი. კი ბატონო, არ მინდოდა. 50 მილიონი. თავიდანვე მინდოდა და ეს. სანტი კაზოლა 20 მილიონი. შვენიერი. ანუ სანდიკას რო უბრალოდ ხა შესვენებაზე არის. თავის საფარიდან წამოვიდა ფეხბურთელს მე დააბრუნება. არა, ეს რა. სანტე კაზოლა არის. მეგობრები. არა, სანტე კაზოლა და მე ვარ ამ გუნდის თანაინვესტორები. სანსეტი კაია. ანუ თანაინვესტორები. სანსეტი იდეალური სკოლარი მე და სანტე კაზოლა ერთად ვაკეთებთ ამ გუნდს და თამაშობს რა თქმა უნდა, როგორ შევიდა და ხალხს იმენა ძვლების მტრეველები ვოს კასადო ავერდე გავი. კრეატივი მაგ ნორი არა, ავერდე გავი. რამდენ თამაშ გამოტოვებენ დისკვალიფიკაციის გამო ეს ტიპები? და ტრავმების. შედო ავერდე გავიშთან ტრავმების გამო კიდე. ყველა ტრავმისაა, ტრავმის შემდეგელია ხო. კასადო არის ყველაზე კრეატიული. აუ რა მეგობრებო, მეგონი ჯო კამოვინგა რო ვიყიდო უკაცრავად. მარჯვე. დრო არის ლამინი ამას მივაკითხოთ მაგას დრო არის ლამინ იამალს მივაკითხოთ. მე აქ ვერ ვარ მე საწყის ფასი რა მნიშვნელობა აქვს რას ვიტყვი, ამიტომ 180 ვიტყვი. მე ვიხდი 180 რა თქმა უნდა. რამდენი მილიონი დარჩა ტატოს? მე ბლომად დამჭა. შენ რამდენი გაქვს დარჩენილი? მე ბევრი 450. აი. რამდენი ხდება? ლამინი ამალი.
ყველა ჯერზე გადავიხდი 195. ხოდა პირდაპირ დიდი თქვი. 195. 195 მომოთ. 215. 210. 210, 215. 220. 225. 225. 240 დაუფიქსირდება, იმიტომ რომ მეტი ფული აღარ მაქვს. ჩემ ბოლო 240 შემოვიდა. მოიცა ამან ახლა აი მიამალი რო აიყვანოს. ჩემ ბოლო 240 შემოვიდა. აიყვანოს ვინ ეყოლება ისო ორი უსეთში არის დარდოთ, თქვენ არის დარდოთ, მე ლამინემალი მყავდეს და მივხედავ. რამდენი თქვი? 240. დავინჩი ეყოლება კიდე გუნდში და ორი 240. ორი ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატიდან შეჩემო. კი. 245. სტორია მოგიგე. ხადია. მაგუნდით მაინც მოგიგე. რა თქმა უნდა. ვინ? ანუ ეხლა რომ იამალი წასულიყო მეც დაუჯერებელი მაინც სანტე კაზოლოზა მივხვდავთ ვინისიუს და იამალის ბევრ თამაში მოიგება. ვინისიუს 250. 255. 255 იამალი. ტატო. ანუ მაიცა, ეხლა მე 260 გადავიხადო, დამრჩება 80 მილიონი მერე? სამკაცში და სახარჯი. მაგრამ ნუ სხვა გზა გააქვს, იმიტომ რომ გააქვს რა თქმა უნდა, მაგრამ აუ სანტე კაზოლა კამოვინგა მეყვანა. პედა იამალი თუ ყავს უკვე სანტე კაზოლა საიდან მოიყვანეთ ანუ ნუ არა უშავს. კაი, ვერა. რამენი იამალი? 255. 1, 2 და 3. იაფი 255 ალბათ ამ თამაშის ისტორიაში აღარავის გადაიხდება. სამყაროს ისტორიაში საუკეთესო ფლანგის შემტევები მყავს სოფლიოში. მე არ გეთახმები, თუმცა კარგი შეტევა. მაგაზე უკეთესი ბოტი ვისხავს. გავაგზავნოთ უსმან დემბელე ყვა. გავაგზავნოთ მარჯვენა არ ვიცი. მარჯვენა ვინგერი გავაგზავნოთ მეგობრებო და დაკეფუსო კუბოს შემოგთავაზებთ. კი ბატონო. 60 მილიონი. გაიკეთეთ შეიძლება. ანუ ზამბეურია, იცი ხო რა დაგემოდა. ხდება ამას? კი, მინდა რომ სანტე კაზოლას ნაერი. ხუაკინმა დაამთავრა ბოდიში. აი. დაკეფუსო კუბო გავატარეთ. გავატარეთ. სიმეონე. რომელი სიმეონე? ამას ვეღარ ატარებთ. ჯულიანო. ამას ვერ ატარებთ. და ეს უნდა აირჩიოთ ერთ-ერთმა და მე დარჩენილი. აბა მარტო მე მეყოლება სანტე კაზოლა. რამდენია სიმეონი? 35. და მისტერი ბოქსით მე ვინ არის? მისტერი ბოქსი ერთ-ერთმა უნდა აიღო და მისტერი ბოქსით ვინც არის იმას თუ არა და თუ გინდა მისტერი ბოქს გეტყვი და მე მოვიფიქრებ კიდე ერთ ფეხბურთელს რომელიც დამერწმუნეთ უარესი იქნება ვიდრე აი სიმეონე ავიღო 35. სიმეონე წავიდა 35 და შენ მისტერი ბოქსი დარჩევაინც არ გაქვს პირდაპირ შენთან ადნან იანუზაი ითამაშა. დიდი ამბავი, დიდი სხვა, სიმეონეს და ადნან იანუზაი შევიდა. აი და 30 მილიონი. საერთოდ არა. ეს ბიჭი დარბის რაღაცებს აკეთებს შეჩემო. იანუზაი რა. მამამის ჩევაზე დაურეკა. მორბენალი გუნდი მყავს. მენა სერიოზულად მორბენალი. დამრჩა 210. ლენორმანი მეგობრებო. დიდებული, 40 მილიონი. შეხო იყიდე. ტატო ვიღაც ცენტრალურ არა, არა, ყავს ცენტრალურ და ჰაუსენი გასულია და ორივე 40 მილიონს გადავდეთ. ბიჭო, ლენორმანი ეს მაინც ნაკრების ძირითადი 45 მილიონს გადავხდი. 45 მცველია. 50. ლენორმანში 45-საც გადავხდი. 60 ერთ ჩემი აზრით. 60-საც გადავდეთ. 60. ბიჭო, პატარაა ჯობა 65. შენ ამდენი მილიონი დაგჭა? მე 210 მილიონი და. და ორი ფეხბურთელი ყავს საკეთელი, ხო? კი. ხოლოდ. კი. 70. 75-საც გადავხდი ლენორმანში. კაი, გადაიხადე. 75, 1, 2 და 3. შემდეგ ცენტრალურ მცველს მეგობრებო, ესე შემოგთავაზებთ. თავიდან ბოლომდე წარმოიდგინეთ, რომ მისტერი ბოქსი არის. გეუბნებით, რომ ეს მცველი არის 35 მილიონი ღირს. და შემდეგი რამ არის მოცემულობა? გრძელი პასების სიზუსტე შარშან ქონდა 54%. გოლს პლუს ასისტი გააკეთა 2 და მოგებული დუელი ქონდა 61%. ვაუ. ყველაფერი წააგო შეშ. 35 მილიონი ღირს ეს ფეხბურთელი. გოლი და ერთი გოლი ქონდა და ერთი ასისტი. ან რამდენი მილიონი? არა, პირდაპირ უბრალოდ მისტერით გამომყავს ეს ფეხბურთელი. ბიჭო, მაგრამ იმას ორი ცენტრალური მცველი დარჩა, ვიღაც უბედურება შეხვდება იმას. მე მაგიტო წავედი ლენორმანზე, რომ ერთი ცენტრალური მცველი მაინც ყავდეს. არის ეგ კაცი? 35. ბიჭო, აი ისე დაახასიათა. როი ვიღაცა დეგენერატია, რა თითქოს, მაგრამ არ იქნება. ბიჭო, არა, ავიღო, მე ავიღო 35 და 35. ვაჭრობთ თუ 35? კი, შენ შეგვიძლია რომ 40-ად მიწავო. 40-ად წავედი. 40-ად წაიყვანა. როგორ მინდა ეხლა რომ ვიღაც semi pro ფეხბურთელზე იყოს ეს დავა. ბიჭო, მე მგონია რომ კაი მცველია ვიღაცა რა. აი, ნახევრად ვიღაც ხო პროფესიონალი. კაი უნდა იყოს იმ მისტერიაშიც. ბიჭო, კი, დავინჩი ვერ იქნება სულ. 40 1 40 2 45 ბოდიში 45 40. ხო 41 42 40 3 არა უხო
ნორმალურია. ნუ 40 მილიონად ეხა არაუხოზე უკეთეს ვერავის ვერ უყიდებს. ჩვენი კი ბატონო. შემდეგ ნორმალი არაუხო უკვე რაღაცას გავს. ეხა 3 დარჩა? 3 მცველია მე და უნდა ავარჩიო 2 მაკეტა, იმიტომ რომ ამათ არავის აღარ ყავს. კი ბატონო. კი. პირველი ვისაც შემოგთავაზებ არის მილიტაო 50-ად. დავაი მაიტა. მილიტაო 50-ად წავიდა ტატოსთან. კი. მაგისტრის მილიტაო 50 ხო? კი. და ამ ორიდან უნდა არჩიო ახლა. აჰა. დუჟე ჩალეტა ცარი 25 მილიონად ან 30 მილიონად ფეხბურთელი. ის მისტერი, რა თქმა უნდა მისტერი. რომელიც 20 წლისაა. მოიცა 20-ის. წარმატებული დრიბლინგები გასულ სეზონში ქონდა 100%. აი ერთიდან ერთი. უფალმა ერთი უწყის დრიბლინგი ქონდა. და მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდული გუნდის წევრი იყო. მანჩესტერის აღზრდილი ვინ არის ბიჭო? 30 მილიონი. ძალიან ცუდი კაცი იქნება შეჩემა. ვიღაც ფერადკანიანი მაღალი, ტაირელ მალასია ან ვიღაცა. მანჩესტერის აღზრდილი. მაგრამ კალეტაც არა შეიძლება ვერ ჩაჯობოს კალეტა. ხო, ითამაშა. ახალგაზრდა გუნდში თამაშობდა, ზუსტად არ ვიცი რა სტილი შეიძლება ვიღაც. და ხარი ლა ლიგაში. 20 წლის არის? 20 წლის. რეალში ბარსაში ატლეტიკოში რა არის? ფილიარ ბილბაოშიც არ იქნება. ნიკო უილიამსი ყავს. მოიცა შენ ორივე მცველი ყავს უკვე? კი. მარტო დატო ირჩევს. მე ყავს არაუხო და რენორმანი. მაშინ კიდე ერთი ვარიანტია დარჩენი, უნდა ბარე მაგასაც შემოგთავაზებ. ოღონდ მაგ ფეხბურთელს პირდაპირ გეტყვი. დანი ვივიანი 40 მილიონი. ესპანეთის ნაკრების ჩალეტაც არ ჯობიან აღდა დანი ვივიანი. ჩალეტაც და 50 მილიონიანს არ ვიცი ხა ჯობია თუ არა ეგ შემდგომ. ჩალეტაც არის და მეორე მილიტაოს ჩალეტაც არის სად გადავიდა ვაფშე? მარსელში იყო სად არის? სოსიედადში მგონი. მილიტაო, მე არ ვიცი ნახტად. სადა ჩალეტაც არის არც ვიცი. მილიტაო და ისა რა ქვია, მიგეყოლება მეორე? მილიტაო და ვივიანი. მივიანი უნდა დაიყვანო ხა. მისტერი აიღე, მისტერი. რა მისტერი, რა თქმა უნდა ის უნდა დაიყვანო. მისტერი აიღოს. იმიტომ რომ ტიპი რომელიც მასტერიდან გამოაგდეს და ეხა ვერც ვიხსენებ twin არის, ვერ შეიძლება იყოს პერსპექტიული, რა ვიცი. ვისერჩევ. რა ღირს ის მეორე მისტერი? მისტერი ღირს 30, ჩალეტაც არის 25 და დანი ვივიანი ღირს 40. მე სხვა სტრატეგია მაქვს რა, გეტყვი. დატო 20 წლის მანჩესტერის ახალგაზრდა გუნდში უთამაშია. ანუ რავი და წარმატებული დრიბლინგი არ დაგვავიწყოს 100%. 100% თან რა ვიცი. ბიჭო, ნუ ეს ერთიან ერთია რა. სავარაუდ არა, ვივიანს ავიყვან რა. შენ ამ წუთას უარი თქვი ვილი კამბვალაზე? კამბვალა. ვივიანი ძალიან იაფი იყო. ანუ რა თქმა უნდა, რას ფიქრობ? მე ძალიან ბევრი ფული დამჩა პროსტა ოხრად შეჩემა. რატო ნიკო უილიამს იყიდი ახლა მაგ ფულად? ხო, მაგრამ ანუ პროსტა დამჩა რა, ძალიან ბევრი. მარცხენა ფლანგი. რამდენი დაგჭა? ბევრი. გარემარბი. მარცხენა ვინგერი. ხო. რაფინია? 110. აი ეს არის. რაფინი არ უნდა არავის. ბიჭო, რაფინია გვინდა, მაგრამ ჩემი სტრატეგია ცოტა სხვანაირი არის. და ნიკო უილიამსი არის კიდე დარჩენილი, ხო? უფალმა უწყის ხო, არა, ვიყევ მე რაფინიას ავიყვან. 110 რაფინია. მე ვერ დავბიდავ, იმიტომ რომ შეიძლება უბრალოდ შემომტეროს, მე ნიკო დაიტოვოს და მე ფული აღარ დამჭირს, ანუ ვერ დავბიდავ შანსი არა. მე ხომ შეიძლება რაფინია დიდი სემონობით მეყოლებოდა. მე ცით რაფინია მე. ტატო მორჩა. მე დავამთავრე გუნდი. დაამთავრე გუნდი? კი. რაფინია წავიდა და შენ ამერიკაში ფული დარჩენილი? 80 მილიონი. და კიდე ფული დამჭა ფოტოშორის. კაი, მე იმას მოკლედ კაი დაველოდოთ, ეხლა ძალიან მაინტერესებს. მესამე ლეფტინგზე ვინ ხარ? ეთაჟი ვივაწო შეიძლება, მე რო ვიყიდო. ლეფტინგზე მე ვარ. შენ ხარ, ხო? ხო. და გთავაზობ ესეთ რამეს. 60 მილიონად მარკუს რაშფორდს. ხო? ან ან მაინტერესებს. მარკუს რაშფორდს 60 როგორ გადავიხადო მაგას? ან გადაიხადო 110? ისევ 60 მილიონი. ხო? ამ ფეხბურთელში. რომელ და ფეხბურთელი არის შემდეგი? გოლს პლუს ასისტი. გასულ სეზონში ქონდა 10. 10? წარმატებული დრიბლინგი ქონდა 68. ოჰო, გავაბევროთ ტატო. 68. თამაში ორი და საშუალო. 30 წელზე ნაკლებისაა. 29 არის რა თქმა უნდა. ეს ორი ვარიანტი მაქვს? ეს ორი სხვას ვერ ავწდები, ხო? იანუზაი და რა რაშფორდის ის ეს ტიპი? იანუზაი იგივე რაშფორდის ფაში ფანგები, ანუ რა არის? 60 მილიონად. იგივე ძვირია, ანუ ძვირია ძალიან. მოიცა 60 მილიონს ვადახარჯავს, ამდენი დარჩება იმას ტაპსონას. 29 ლომად დარჩა. არ ვიცი რამდენი წლისა. 150. რა თქმა უნდა 29 წლის ტიპს მატენი.
და თან ყველა ცუდი ისე რომ ამ ტიპის გარდა მარკუს რაშფორდი და ჩემი ერთ-ერთი ვარიანტი საერთოდ ამხიბლავს. მაგრამ დამრჩება სამაგიეროდ ჯუბა გრიგოლიაძე მეტი ფული ყველა ვარიანტი და შესაბამისად ჩემთვის ასრული ცენტრ ფორვარდი. ხო ეგრეა? 60 რომ ამაში გადავიხადო 150. ეგ არის, მაგი ვიკითხე, ხო? მაგრამ ის 150 ხო ეყოფა რა იმას. ყველა ვარიანტი მე 80 იმყავ ნახოს და აი მე ხარ ვერ გავრისკავ რა, ეხა ის ვიღაცა არ ვიცი, აი იქნება. რა ვინ იქნება რა, აი. ვის ირჩევს რაშფორდს? მე მგონია რომ ნიკო ვილიამსი. ნიკო ვილიამსია, ხო? ან ნიკოა მეტი გოლს პლუს ასისტი 10 ქონდა 25 წლისა 23 წლისა ან ნიკო იყო ან ინიაკი წარმოგვიდგენთ დრიბლინგი ინიაკი მაცხრაგრაჟი არ იქნებოდა თუ ბიჭო რატო გადაწყდა რომ მაინც ნიკო იქნებოდა ბიჭო იასნი იყო იყო რა 10 გოლს პლუს პასი და რაღაცეები 30 წელზე ნაკლებ 68 დრიბლინგის და უნდა და ორი ფორვარდი გავჩა ხო თამაში ძალიან ფორვარდია დარჩენილი და მეგობრებო მე ჩვენ გამოგიცურებთ ვენგერზე რაფინია ლევანდოვსკის 100 მილიონად. ლევანდოვსკის 100 მილიონად თუ აცურებ, ავტომატურად უნდა წაიყვანოს ტაფსონამ, იმიტომ რომ 100 მილიონი გულს არ აქვს. 80 მილიონი რა? რატო? 80 მილიონად ლევანდოვსკი. 80 მილიონად ლევანდოვსკი. აი რა. შეხო არა, რასაკეთებს? არა. არგინალი. თუ ველოდები იქნება ის ფული მაგარი. ვის ველოდები? მითხარი რომ ხულიან ავარეს ველოდები. მითხარი. ხულიან ავარესი მინდა. მითხარი რომ ხულიან ავარესი არ იქნება საერთოდ. აბა ერთი წამი რა, ერთი წამი მოიცინე. თუ არ გავრისკე ხულიან ავარესით, იანუზაი რაშფორდი მყავს ოიან ზაბალი აი ერთი წამი, მაგრამ ამას ეყოლება იამალი ვინისიუსი ლევანდოვსკი. გავიგერო, ეყოლება, მაგრამ ნახე, იანუზაი რაშფორდი მყავს. გოლი უნდა გაიტანოს რაღაცა რა. მაგრამ ერთი წამი ხა, ლევანდოვსკის გარდა. ხო. ძალიან კაი ვერსიები აქვს. სორლოტიც მაწყობს. რა სორლოტი შეჩემ. ხულიან ავარესიც მაწყობს. რეალიდან კიდევ ვინდერჩა. ფორვარდი. რეალიდან ვინდერჩა ფორვარდი. როდრიგო არ შეიძლება ცენტრში დავაყენოთ. ლევანდოვსკი შანდეს იხდი. 80 ან მე რო ეხა 85 გადავიხადო. ხო, მე დამჩება იმ ფეხბურთელებიდან რაც არჩევი ვინმე. კი. რასი გიჟერისკი არის ეხა რას მეუბნებით რა. ვიდრე იანუზარე რაშფორდი ყავს შეტევაში შეჭემა და ელოდები კიდევ ხო, მაგრამ იანუზაი რაშფორდი ლევანდოვსკი ძალიან ანუ. არა კაცო არ ვიხდი შანსი არა. 85. არა მე წავიყვანე კლიან წავიდა ლევანდოვსკი და შენ თავაზობ ასპას. იაგიტო ასპასი. ერთი წამი. რატო? მილიონად არ მინდა. ან 60 მილიონად. კაცი რომელმაც გასულ სეზონში კარისკენ დაარტყა 99 ჯერ. აუ. შექმნა 16 მომენტი აუ ცოტა ძალიან. და 8 პენალტი გაიტანა. პენალტებს ვინ ურტყავს ბიჭო? მორენო? პირდაპირ გეტყვი რომ ხულიან ალვარესი არ არის. ყველანი ხარ. 8 პენალტი გაიტანა. აქ მონიშნული მქონდა 90 მილიონი. პეტრი და ბელინგემი. გადამწყვეტე რომ არ პეტრი და ბელინგემი რო ქმნიან და წინ პასი რომ უნდა გაუკეთონ იანუზაის ან რაშფორდს. ბიჭო. და ეს მესამე ვინაცა. აუ, რასი გიჟე გამაკეთებენ. მაშინ მართლა ლევანდოვსკი მეყიდა რა. დავდიკე რაღაცა რატო უნდა მექნა? ბოლომდე არ უნდა ჩახვიდეთ ხოლმე. არა, ბოლომდე არ ჩავშვა. ჩემი ლოგიკა იყო, რომ იანუზაი, რაშფორდი, ლევანდოვსკი, აი, ნუ არა ხო არ არსებობს ეგ შეტევა სიგიჟია. მაგას ვიღაცა ახალგა მაგრამ 8 პენალტი გაიტანა ახლა თავდასხმად 8 პენალტი შეაგდო, ესე იგი კიდე რაღაცა თამაშიდანაც გაიტანა გოლები, ხო და ალბათ ხერარ მორენოა. მორენო იქნება. მაგრამ ვილიარეალში ის არ უყავს. შეიძლება ისიც არის რა ქვია. არა, პარახორდოს. ინიაკიც შეიძლება არის რა. ინიაკი ცენტრფორვარდად 8 პენალი? ან შეიძლება პენალტებს უნდა სანსედი უთხოვს და შეიძლება კაი. სოლოტია შეიძლება. სოლოტის 8 პენალტი? შეიძლება ბორხა ბორხა იგლესიასი. იგლესიასი. ბორხა იგლესიასი. აბა აი მემორალესი? არა, მორალეს არის ყოველ ლიგაში. აბა თუ იყო ანუ გავარესი როგორ არ მოიტანე. ბორხა იგლესიასი იქნება. გავარესი როგორ არ მოიტანე. მაგას ვერჩევ კაცო ეხა იაგო ასპასი. არა, ის ხო არა, ისაკ რომ არა, რომერო ვერ დააყო. ვისერჩა მისტერი ბოქს. ბორხა მაიორალს. არა, იგლესიასი. ანტე ბუდიმირი. ბუდიმირი ხო პელელი. რა დიდებული სამეულით უტევ არ მჯერა ეს რა არის. იანუზაი ბუდიმირი რასოთი ხავს კაროჩე არა შეუმდგარი ბალკანელები რომლებიც ბალკანელებად დარიცხლებიან ანუ იანუზაის არ აღიარებენ იქ და ასევე მარკუს რაშფორდი შენ რომელიც თავარი გავიწლება რომ მარცხა პაგინა შეტევს კი დავიჩერდო და ეხა თუ შეიძლება ყველა თვითონ თქვენი ანუ კატო შენი გუნდი თო დავიწყო. ანუ შენი აბა რა ვიღავი? მე შვენიერი გუნდი მყავს, ცოტა ჯაგა, მაგრამ შვენიერი გუნდი მყავს. ობლაკი კარში. შვენიერი. კაი დაცვაში მარჯვნივ კუნდე, ცენტრში მილიტაო და ვივიანი, მასწრაფ ბალდე. ანუ ძალიან კაი ნაკრების წევრი ყველა თან. ნახევარდაცვაში ძალიან მებრძოლი მორბენალი და ცოტა ისეთი უხეში ტიპები, კასადო, ყველაზე ტექნიკური სხვადასხვა სამსახური მომონი. ვალვერდე და გავი, მაგრამ ბევრს დარბიან ზატო.
სირბილზე მარჯვენა ფორვარდი მიყავს ისეთი რომ ასევე ტრაწიანივით დარბის ხოლმე წინ და უკან ჯულიანო სიმეონე და რაფინია. არა, კაი გუნდია. მოძრავი ჩამწვარი კილიან მბაპე. შვენიერი გუნდი. ტაფსონ? მე არც ერთ თამაშს არ წავაგებ ლა ლიგის ამ სეზონში, ხო მართლა? დავინჩის ხალხი. არც ერთ თამაშს, ანუ წაგება შეუძლებელია, ეს გუნდი გოლს არ გაუშვა. გოლს ვერ გაიტანს. ბიჭო, როგორ არ გაიტანს? ახლა ბელინგემი პრაიმში, პედრი შორიდან დაარტყამს. პრაიმში ტრავმა. რაშფორდი 7 გოლს გაიტანს. ანუ მე ტიტულის მოგების შანსი მექნება და ძალიან წყლა. ვიყავი გულს, ვიყავი. შეიგო. შეტევით დავიწყებ თუ შეიძლება. დავაი. შეიძლება შეტევით. საუკეთესო წინიდან უკან. კი. ადნან იანუზაევთევს მარჯვენა ფლანგიდან. არ ვარ დარწმუნებული რომ თამაში ახსოვს როგორ უნდა. მარკუს რაშფორდი შეეცდება რომ თავისი კარიერა გადაარჩინოს კატალონიაში და რაც მთავარია პენალტების ოსტატი მართლა ბალკანური ფეხბურთის იმედი და დავორ შუკერის რეინკარნაცია ანტე ბუდიმირი არის ჩემ თავარი მეგობარი. მამადასის დაუწყა ძალიან კაი პენალი განსაკუთრებით. ეხლა წამოედო მიწას თუ რაღაცა დებულობაა. ეგრე წამოედო. ეს არის ჩემი სამეული. ეხლა ანტე ბუდიმის ასპასი ჯობდა ამ სამეულს. კარში დგას უნაი სიმონი, ესპანეთის ნაკრების ნომერ პირველი მეკარე. დაცვის მარცხენა ფლანგზე დგას 16-ის არადა, 16-ის არის 17-ის. დავინჩი ცენტრალური მცველები დინჰაუსენი, პაუ კუბერს და ყველაზე წინ კომენტარი თამაში. მარკო შორენტე მე ძალიან მომწონს და მშვენიერი კანდიდატი არის მართლა და საუკეთესო ნახევარ-დაცვა მსოფლიოში. ფრენკი დე იონგი, ჯუდ ბელინგემი, პედრი გონსალესი. ან ნახევარ-დაცვა მართლა ძალიან მაგარია და დაცვის ცენტრი, მაგრამ ფლანგებზე გაკინდეც. ბიჭო, არ მაქვს ლორენტე და იანუზაი მარჯვენა და დავინჩი რაშფორდი მარცხნივ საგიჟეთი. ლორენტე ამ შენ ბარიოსზე მეც და დარბის. ჯანზია და სიმბარიოსში ჯულიანო სიმეონე უკაცრავ. გას დარბის სიმეონეზე მე ხარ გაგიჟ გინა ხოს ამის თამაში შეჩენს. არ ჩერდება ტიმ. ესეც ტრაწიანივით მე აბერაცი შეჩენს. ესეც. მეტი რა უნდა იცოდეს ჯულიანო. ხო, ანუ მე თავიდან რაღაცა ისე წავიდა რომ ძალიან მადრიდული გუნდი გამოდიოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ბარსელონას მეტი ყავს. ხო, არის ბარსელონას მეტი ამ ყავს, მაგრამ სამი ბარსელონას ფეხბურთელი მყავს. კარიდან როგორაა? კარიდან მიყავი. კურტუა მყავს და ალბათ ლიგის საუკეთესო კიპერი მყავს, ლენორმანი არაუხოს დაცვის ცენტრი ძალისმიერი დაცვის დუეტი, რაც დააბალანსდება იმით, რომ ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი და კარერასი ორივე შემტევი ფლანგის ცველები არიან და მგონია რომ კარგი შედეგები იქნება. ნახევარ-დაცვაში ჩუამენი, სანსეტი და სანტი კაზოლა, მაგრამ ნუ კაზოლა ყავს გუნდში. მაგაზე 41-ის ხდება ზეგ, ოღონდ მარტო. სანტი კაზოლა, მაგრამ იმედი ანუ ახალგაზრდა აკადემია და რაღაცა. ოლიედოშიც ის კამზეა ტიპი. არ გონია რომ დავინჩი ძირითადში. არ ძირითადს მეგურთელია. დავინჩი ძირითადს მეგურთელია. ძირითადში. ბოლოტოს ძირითადში. მინდა რომ გაიხსენოთ ეს ვიდეო, როცა დავინჩი გახდება უდიდესი მცველი. 25 წლის. იანუზაი? უდიდესი მცველი. ფლანგებზე ვიყავს. ჩემ გუნდში ფლანგებზე მყავს ალბათ სოფლიო ფეხბურთის ორი მთავარი ფლანგის ხატვარი დღევანდელ ფეხბურთში, ეს არის ვინისიუსი და იამალი. ისე დაუჯერებელი. და ალბათ გონია რომ მარტო ამ ორ გუნდს კი არა, ნებისმიერ გუნდს გაუწევდი მაგ შემთხვევებით და ლევანდოვსკი გამოცდილება ამ ახალგაზრდულ ფლანგებს გამოცდილება და ლევანდოვსკი ლევანდოვსკი და ამას ბუდიმირი კიდე რაღაცა ის იქნებოდა. მე მგონია რომ ის ესბემა დაუშვი. ჯუბასა ხულია ალვარეს გამოვიდანდა. ხო და ეგ არის. იმიტომ რომ შენ რო გაატარე, მაგიტომ აღარ გამოვიდანდა. მე მაგითო გავატარე, ველოდებოდი ან ხულიან ალვარეს, არ ვიცი, სორლოცაც კი ხულიან ალვარეს შეიძლება არც მომწონს. მისტერი ბოქსით გამოუტანი ხულიან ალვარეს და ანაირჩევდა ანა. კაუჩი მე ძალიან მაინტერესებს, მე ვნახავდი სიამოვნები ჯუბას და ტაფსონას გუნდების თამაშს, იმიტომ რომ იამალი ვინისიუსი მაინტერესებს, ლორენტე დავინჩის როგორ უტევენ. არა, იამალი და ვინისიუსი ხარ უტევენ, მარტო ტრენტალე და ალექსანდრ-არნოლდი და კარერასი მყავს, ანუ ეგ ხო. და იქ იანუზაი და რაშფორდი რომ დაცვას ჩარბიან, რომ დაცვას დაეხმარონ და რაშფორდი რომ არ შვება მაგას, იმიტომ რომ მანჩესტერიდან მაგის გამო რომ აღარჩ. მე მგონია რომ ტაფსონა ცალსახად მესამეზე იქნებოდა და ჩვენ ვითამაშებთ ალბათ. რა მესამეზე როგორ ვიქნებოდი? ანუ ეს გუნდი გოლს არ უშავს. აყურებელი გადაწყვეტს მეგობრებო. მე მგონია, ნიკერზოების გარშემო მგონია რომ ყველაზე კაი გუნდი გამომივიდა რაღაცნაირად მე. ბიჭო, ან ნახე, დაცვა მეც კაი ყავს. ჯუბას ხომ კაი დაცვა ყავს. მეც კაზოლა რო არა მართლა კაი გუნდი ყავს, ოსე კაზოლა. ხო, მე სიმეონე ყავს ერთი ეგეთი რა, რასმეში ზე რა. შენ ფლანგებზე ვიყავს? სიმეონე და რაფინია. რაფინია იქ. და ცენტრალურად ბაპე ყავს. არა, ბაპე ყავს, ხო. და ვალვერდე გავი, კასადობს, შვენი ნახევარ-დაცვას. არა, ძალიან აი. პედრი ბელინგემი და იანგს რა ძალიან არ ჩამორჩება, კასადო ვალვერდე გავი, აი ძალიან არ ჩამორჩება. აი, როგორ არ ჩამორჩება. ბიჭო, უარესი სამივეს უარესი ვარიანტი მაქვს. სანტი კაზოლაზე ვერაფერს ვერ ამბობ. კასადო, ბელინგემი ვალვერდე, თუმცა მგონია რომ უარესი ვარიანტები. თავიდან ბოლომდე ცენტრი არის ჩემი და დაცვაც. მგონია რომ ბაპე რაფინია მყავს. არა, მე მაინც მგონია რომ ლამინი ამალი და ვინისიუს ჯუნიორს
ნუ ხალხმა გადაწყვიტოს დანარჩენი ხალხო მადლობა, მეგობრებო. ანტე ბუდიმირის ტალანტი იმას გახსოვდეთ შეგედავები რომ საუკეთესო მეკარე ლა ლიგისო რო თქვი მე კურტუა მყავს ანუ კურტუა მე მყავს კურტუა ობლაკი მყავს კაი, ვორჩი. ის არის რა არა, კი. ამასაც კაი მეკარე ყავს სიმონი ახლა კაი